სურსათის ეროვნული სააგენტო ნაყინის საწარმოებსა და სარეალიზაციო ობიექტებს ამოწმებს. კონტროლდება რეალიზაციისა და შენახვის პირობები, სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები, ვადები და ტემპერატურული რეჟიმი. ნაყინს იკვლევენ სალმონელაზე, ლისტერიასა და ტრანსცხიმებზეც. ამ მაჩვენებლებზე აკრედიტებულ ლაბორატორიაში უკვე გამოკვლეულია ნაყინის 100-მდე ნიმუში და ყველა მათგანი კანონმდებლობით დადგენილ ნორმებთან შესაბამისობაშია. წელს ნაყინის კიდევ 60 ნიმუშის აღებაა დაგეგმილი. სურსათის ეროვნული სააგენტო ზაფხულის სეზონზე ნაყინზე გაზრდილი მოთხოვნის გათვალისწინებით ახორციელებს სახელმწიფო კონტროლს როგორც წარმოებებში, ასევე სარეალიზაციო ობიექტებში. ინსპექტირების ფარგლებში მოწმდება წარმოების გადამუშავების თითოეული ეტაპი, ტემპერატურული რეჟიმები, შენახვის პირობები, ეტიკეტირება, ამავდროულად ხდება წლიური პროგრამის ფარგლებში ნიმუშის აღება სხვადასხვა პარამეტრებზე, როგორიც არის ლისტერია, როგორიც არის სალმონელა, ტრანსცხიმები და ასე შემდეგ, რომლის გამოკვლევაც მიმდინარეობს აკრედიტებულ ლაბორატორიაში. კონტროლი მოიცავს როგორც ადგილობრივი სურსათის, ასევე იმპორტირებული სურსათის კვლევას, შემოწმებას.